მოგესალმებით. მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ ციცქიშვილი ვარ. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ციკლს ტეტ-ა-ტეტ და მინდა გაგაცნოთ ძალიან საინტერესო ადამიანი. მეც სახელად ნიქსი, იგივე ნიკოლოზ ბარტყულაშვილი, რომელიც დღეს უკვე მსოფლიო მოქალაქის სტატუსს ატარებს და 106 ქვეყანაშია ნამყოფი. მოგესალმები ნიქს. როგორც ვიცი, ბავშვობიდანვე გატაცებული იყავით მოგზაურობით, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს ყველა ადამიანის სურვილია იმოგზაუროს, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში, მაგრამ ცოტას თუ შეუძლიათ. თქვენ როგორ მოახერხეთ და როგორ შეძელით? პირველ რიგში როგორ გამონახეთ დრო და საშუალება, რომ გემოგზაუროთ და დაგეწყოთ საერთოდ მოგზაურობა? დრო, ჩემი აზრით, საკმარისზე მეტი აქვს ყველა ადამიანს, თუ მოგზაურობა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს საად როგორ ნებისმიერ ადგილას. ანუ ჩემთვის მოგზაურობა არის ყველაზე დიდი, ვთქვათ, ცხოვრებისეული სტიმული და გაკვეთილი. ის რომ 106 ქვეყანაში ხართ ნამყოფი, ეს არის თქვენი ცნობის მოყარეობა, დაათვალილოთ ქვეყნები თუ უბრალოდ სპორტული ინტერესი დააგროვოთ ქვეყნების რაოდენობას? არა, ქვეყნების რაოდენობის დაგროვება არა, იმიტომ რომ 106 ქვეყნიდან ბევრ ქვეყანაში, ვთქვათ, რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი და არა მარტო ნამყოფი, ანუ იქ ნაცხოვრები, ვთქვათ, წელიწადზე მეტი ზოგან 2 თვე, ზოგან 6 თვე და ასე შემდეგ. და რაც შეეხება თან მოგზაურობა, ჩემთვის არის სწავლა. მე სწავლა მიყვარს ბავშვობიდან, გადავწყვეტე რომ მთელი ცხოვრება უნდა ვისწავლო. პროფესიით რა ბრძანდებით? პროფესიით უნივერსიტეტი მაქვს რამოდენიმე დამთავრებული, მაგრამ ფაქტურად ცოტა ყველაფერს ვსწავლობ, ანუ არ მაქვს ესეთი რაღაც ერთი მიმართულება. რაღაც იურიდიული კავშირამბულობა, დიპლომატიური, ანუ სხვადასხვა უნივერსიტეტებში დამთავრებული. პირველად სად გადაწყვეტეთ მოგზაურობა, ან რომელ ქვეყანაში? ქვეყნის გარეთ მე საქართველოს მოგზაურობდი, მაგრამ ქვეყნის გარეთ პირველად მალაიზიაში წავედი. და რატომ გადაწყვეტეთ? ყველაზე მეტად გაინტერესებდათ თუ? ანუ მალაიზია ჩემთვის იყო ესეთი რა, ანუ ესე ქონა ჩაფიქრებული, რომ რაც შორს მით უფრო მაინტერესებდა და აზია საერთოდ ისეთი არის, ანუ ძალიან ძველი კულტურის და დღესდღეობითაც, ანუ ევროპელებისგან ამოუცნობის სამყარო. მოგზაურობა სჭირდება საკმაოდ დიდი ფინანსები და როგორ მოახერხეთ თქვენ ეს? ფინანსები არ მგონია რომ დიდი ფინანსები სჭირდებოდეს, მთავარი პირველ რიგში არის სურვილი. სურვილი შესაძლებლობასთან ერთად. კი, მაგრამ მე მაინც ერთნაირად ვიტყოდი, რომ როდესაც გაქვს დიდი სურვილი და გინდა რაღაც კეთება, იმისთვის პოულობ, იმ მიზნისთვის პოულობ გზას, რომელი გზით უნდა მიხვიდე. და დიდი ფინანსები საერთოდ არაა საჭირო, იმიტომ რომ თუ მე მაგალითად პირადად თუ სადღაც წასვლა მინდა, თუ მაქვს თანხა მივდივარ თვითმფრინავით, თუ არა მაქვს მივდივარ ავტობუსით, თუ საერთოდ არ მაქვს მივდივარ ფეხით, მაგრამ მაინც მივდივარ. ანუ ეს თავარია სურვილი რამდენად ესეთი მკაფიოა, რასაც ქვია. რამდენ ენას ფლობთ, როგორც ამდენ ქვეყანაში ნამყოფი ადამიანი? ანუ ესე კონკრეტულად სადღაც 12-13 ენაზე საუბრობ, მაგრამ ეს ენები, ანუ ბევრი ენა არის, რომელიც ერთმანეთს გავს. ანუ ლათინური ენები, ვთქვათ, ერთმანეთს გავს. მაგალითად, ესპანური თუ კარგად იცი, პორტუგალიურიც გესმის, იტალიურიც გესმის და ასე შემდეგ, ვთქვათ, უკრაინული თუ იცი, პოლონურიც გესმის. ანუ გავსება ენების ძალიან ბევრი არის. ანუ მაგალითად, თურქული როდესაც იცი, ვთქვათ, აზერბაიჯანულიც გესმის და ჩვეულებრივ ლაპარაკობ, ანუ ესეთი ის არის. და ეს ენები იქ ცხოვრებისას, ან მოგზაურობისას შეისწავლეთ თუ მანამდე? მოგზაურობისას. მანამდე სკოლაში ვსწავლობდი გერმანულს, ინგლისურზე ვთქვათ ცალკე ვემზადებოდი, მაგრამ მოგზაურობისას და პრაქტიკის დროს ფაქტურად უფრო და უფრო იხვეწები ადამიანი და უფრო ბევრად ვსწავლობ. რომელია ის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე? მსგავსად გამორჩეული ქვეყანა არ მაქვს, იმიტომ რომ მე თვითონ დედამიწა მიყვარს, ჩვენი პლანეტა და ყველა ქვეყანა თავისებურად განსხვავებულია. ყველგან არის რაღაც ისეთი, რაც მიმზიდველი და დადებითი არის. მე ყველაფერში ვცდილობ დავინახო დადებითი. რას გვეტყვით საქართველოზე? მსოფლიოს მოგზაურობა სანამ დაიწყებდით თუ დაათვალიერეთ ჩვენი ქვეყანა? კი, საქართველო საკმაოდ კარგად დავათვალიერე და საქართველო არის ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა თავისი კლიმატით, ბუნებით, ადგილმდებარეობით. რომ თუ შეიძლება ჩემებურად ავხსნას თქვია. ანუ დედამიწა მთლიანად ხო
არის დაყოფილი კლიმატური ზონების მიხედვით, ხო და არის რომ ვთქვათ ზემოთ ჩრდილოეთ ქვეყნები არის ძირითადად ცივი ქვეყნები, სადაც 8 თვე თოვლი და ყინვაა და იმითvis ვთქვათ ზაფხული და მწვანე-ფერი ვთქვათ ძალიან ისეთი არის ასე ვთქვათ მონატრებული, სადაც ყველაფერი ვთქვათ ხილიდან დაწყებული ბოსტნეულით შედის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის ჩვენი. არის რომ ვთქვათ სადაც 30% მსოფლიოსი არის უდაბნო და ქვიშა და მშრალი, სადაც საერთოდ არაფერი არ ხდება, ვთქვათ როგორ არსებობენ, ეხლაც კი ჩემთვის გასაკვირია. და არსებობს კიდე ვთქვათ ტროპიკული ზონები, სადაც იქ არის ესეთი წერები, რომ ფაქტურად თვალში გივარდებიან და ყველაფერს ძალიან ისეთი დაავადება და ისეთი, ანუ ტროპიკულ კლიმატში ცხოვრება ფაქტურად ძალიან რთულია. და ჩვენ ვიმყოფებით ყველაზე კარგ ზონაში, კლიმატურ ზონაში, სადაც გვაქვს ვთქვათ ზამთარით, ზაფხულით, გაზაფხულით შემოდგომას და ასე შემდეგ. შესაბამისად გვაქვს ყველანაირი ვთქვათ ხილი, პროდუქტი და ბუნება გვაძლევს ყველაფრის საშუალებას. საქართველოს ჩემის აზრით ათეულში შედის მსოფლიო ყველაზე საუკეთესო ქვეყნებში, ანუ ბუნებრივით პირობებით. თუ არის რომელიმე ქვეყანა, რომელშიც თქვენ ამყოფი ხართ და თუ მსგავსება საქართველოს და მას შორის თუნდაც კულტურის მხრივ ან ბუნების მხრივ მსგავსება არის და კულტურის მხრივაც კი არის ესეთი ქვეყნები. კულტურის მხრივ ძალიან გავს ესპანეთში არის ესეთი ბასკები არიან, რომლებიც ანუ წარმოშობით იდეაში საქართველოსდან არიან წასულები. რომლებიც ფაქტურად ენაც ძალიან გავს, მათ ბასკების ენა, ქართულ ენას და ბუნებით ალბათ ავსტრიას შევადარებდი. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, ანუ თავგადასავალი ალბათ ბევრი გქონდათ, რა თქმა უნდა და რომელს გაიხსენებდით ყველაზე განსაკუთრებულად. როგორც ვიცით, ბრაზილიაში კარნავალშიც იღებდით ხო მონაწილეობას და ესწრებით უბრალოდ. კი, ბრაზილიის კარნავალი თავისთავად ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული კარნავალია მთელ მსოფლიოში, ყველაზე ისეთი მიმზიდველი. და რა ვიცი, საკმაოდ ისეთი თავგადასავლებიც ბევრია, მაგრამ კარნავალზე არა იმდენი თავგადასავალი, როგორც ვთქვათ, უფრო სხვა ქვეყნებში შემთხვევი არის. კონკრეტულად როგორც იცით, ყველა თავგადასავალი თავისებურად კარგია, დაჟე სუდსაც მე კარგად ვიგონებ. და არის ესეთი ამ თავგადასავალს გააჩნია, ანუ ვინ რას ეძახის. ძალიან ბევრი არის ესეთი, ვთქვათ. თქვენი ცხოვრება ამათგან თავგადასავალია თავიდან ბოლომდე ამდენ ქვეყანაში. კი, აი ზუსტად რა, იმიტომ რომ მე ფაქტურად უწყვეტლი მოგზაურობ თითქმის უგზაში ვარ. და დაბრკოლება ყველაზე დიდი თუ გქონდათ რამე ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობის? დაბრკოლება, ანუ ფიზიკური თუ თუნდაც დოკუმენტური ფიზიკური. დოკუმენტური, ну თავისთავად საქართველოსდან რთულია ხოლმე ვთქვათ, ინგლისში წასვლა, ამერიკაში წასვლა, შენგენის ქვეყნებში, მაგრამ მე ფაქტურად ისეთი გზა გავიარე თავიდან ისეთი ქვეყნები ამოვირჩი, სადაც ვიზები არ იყო საჭირო. შემდეგ დამიგროვდა ფაქტურად ვიზები, მე მივედი უკვე ვთქვათ სხვა საელჩოში და თავისუფლად ჩამიტყეს ვიზა, იმიტომ რომ ნახეს რომ ფაქტურად მოგზაური ვარ და ქვეყანაში დავდივარ ფაქტურად უკვე დაგროვილი მქონდა ისეთი ქვეყნები და საკმაოდ ბევრი ქვეყანა ისეთი საინტერესო, სადაც ვიზა არ გვჭირდება ჩვენ. ან მოგზაურობა თუ გინდა, გააჩნია ახლა მარტო მაინც და მაინც ევროპას და ამერიკას რო უმიზნებენ ხოლმე, ჩემთვის პირადად მაგალითად ევროპა და ამერიკა იმდენად საინტერესო არ არის, როგორც აფრიკა და აზია, იმიტომ რომ ევროპა და ამერიკას ფაქტურად ყოველდღე ვხედავთ, შეიძლება ვთქვათ, ტელევიზიაში, ფილმებში და ასე შემდეგ და აზია მაგალითად იმდენად მრავალფეროვანი და კონტრასტული ქვეყნებია აზიაში, რომ ნიშნულობა არ აქვს, რამდენჯერ რაც არ უნდა იყო და რაღაც ამ ფაქტობრივად უსასრულო არის. მე რაც ბევრს მოგზაურობ, მეც ვხვდები, რომ ძალიან ცოტა მოხს ნანახი და ფაქტობრივად უფრო ცოტა ვიცი. ანუ მსოფლიო მოქალაქის სტატუსის მინიჭება თქვენი სურვილი იყო თუ ეს თავისთავად? კი. ანუ მსოფლიო მოქალაქის სტატუსი, ანუ ყოველთვის მაინტერესებდა მსოფლიო და ვიცოდი, რომ თქვათ საქართველოსდან ყველგან არ შეიძლებოდა თქვათ წასვლა, თქვათ არსებობს ბევრი აკრძალები, მაგრამ მე აკრძალვები საერთოდ არ მიყვარს თავისუფლება
და მინდოდა ყოველთვის რომ რაღაც გამომეკვლიე ისეთი თუ არსებობდა რომელიც ფაქტურად საზღვრებს არ გისაზღვრავს, რასაც ქვია. ესეთი იყო ბევრი თქვათ, უნდა ყოფილიყავი წითელი ჯვარი არის ესეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რაღაც დიპლომატიური კუთხით, რაღაც ძალიან ბევრი კუთხე იყო მსგავსად და მე ფაქტურად ჩემი მიზანი რაც იყო, ეს იყო მეტი სწავლა, მეტი განვითარება, ფაქტურად ჩემთვის ერთი დღე ვთქვათ უცხო ქვეყანაში უფრო მეტის მასწავლებელია ვიდრე რამოდენიმე წელი სადღაც ვთქვათ სპეციალურ სასწავლებელში და მაგიტომაც მე მოგზაურობა ფაქტურად ჩემთვის არის სწავლა და განვითარება და მინდოდა რომ მოგზაურობითვე მიმეღო ეს სტატუსი და თქვენ რა თქმა უნდა ამ მოგზაურობებით ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გექნებათ და ალბათ უფრო მეტი შეიძინეთ და ისწავლეთ ვიდრე ერთ ქვეყანაში ბევრი სწავლით. თავისთავად ეს ყველა მოგზაური ალბათ აღნიშნავს მაგას რომ მოგზაურობის დროს ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ ადამიანის თქვათ ხასიათ, ფსიქოლოგიას, სხვადასხვა დაწყებული თქვათ ტემპერატურის ცვალობადობიდან დამთავრებული თქვათ ადამიანის ფაქტურად სტილისტიკურად ისე იცვლება როგორც კლიმატი სოფლიოში. ანუ ყველა ქვეყანაში არსებობს სხვადასხვანაირი კულტურა, ტრადიცია, რომელიც თქვათ ზოგი ან ჩვენგან მაგალითად ქართველისთვის არის ძალიან მიუღებელი. მაგრამ მე რო უკვე ბევრს რო ხედავ და ბევრს მსგავს აზავებ, მე რო უკვე გესმის იმათიც, რატო აქვთ იმათ მსგავსი კულტურა, მსგავსი წესი. აი, სწორედ ამის კითხვა მინდოდა, ამბობენ, რომ ქართველები არიან ძალიან აზიატიკერი და აქვთ რაღაც ისეთი მკაცრი ხასიათი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ან როგორც გამოცდილებიდან რა სიტყვით ჩვენი ქვეყნის ხასიათზე? ხასიათზე მკაცრი, ანუ ეს რა კუთხით უფრო? ანუ დოგმირებული, უფრო ჩარჩოებში ჩასმული და ბევრი რამე მიუღებელი აზიური ხასიათი. ხო, ვიცი, ნუ ეხლა კონკრეტულად ჩემი გადმოსახედიდან და არა მარტო ჩემი გადმოსახედიდან, ვინც თქვათ საქართველოს აკვირდება შორიდან, მე თქვათ ბევრთან მქონია საუბარი ამ თემაზე. საქართველოში თითქოს ესეთნაირად ჩანს, რომ ანუ ერთმანეთის გამო უფრო ცხოვრობენ. ანუ თავიანთი სურვილების გამო არ ცხოვრობენ თითქოს, ანუ მსგავსად ჩანს რატო? იმიტომ რომ აქ არის ესეთი მომენტი, თქვათ ამ თუნდაც მაგალითად ახალგაზრდას უნდა თქვათ ჩაიცვას თქვათ ღია ფერის ტანსაცმელი, რომელსაც მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ღია ფერები მეტი ღიმილი და მეტი დადებითი ენერგია შევიტანოთ სამყაროში. უნდა და შეიძლება გვერდზე მდგომა უთხას, რომ ეს რა გაცვია რაღაც და ანუ უკვე იძაბება ეს ადამიანი და ანუ კომპლექსებს გულისხმობთ. ანუ როგორც იცით ერთმანეთის გამო უფრო თითქოს ცხოვრობენ, რომ ის რა ესი არის მიღებული, აი თქვათ მე იმით ოჯახი რა სიტყვის ჩვენზე, ანუ ეს რაღაცა ის მსგავსი მომენტები ჩემი აზრით. და თითოეულ ქართველმა რომ თავისი სურვილის მიხედვით იცხოვრონ, ძალიან ბევრად წარმატებული იქნებიან, თუნდაც ნებისმიერ საქმეში, თუნდაც კინოსაქმეში, ან მე კინოპროდიუსერი ვარ თან და მაგიტომაც უფრო შევები, ანუ ვიღაცა რაღაცას რო აკეთებს სიტყვაზე ვიძახი და თუ გააკეთა მაგალითად 10,000-ში გადაიღო რაღაცა, იმას ადარებენ 100 მილიონად გადაღებულ თქვათ ჰოლივუდის ფილმს. ანუ ის რო თქვათ ის დაუფასოთ რაც გააკეთა და არ ვაკრიტიკოთ, ანუ შეიძლება რჩევა მივცეთ რა როგორ, მაგრამ ანუ იმ პირობებში როგორც დაამზადეს ხო ის მასალა, იმას არ უფასებენ და უდარებენ სხვა რაღაც და მე რო უკვე ის ადამიანი კომპლექსდება, რომ ანუ ერთხელ რო გააკრიტიკეს, მეორედ აღარ აკეთებს და ვეღარ ვითარდება რჩება იმ ადგილას. აი ეს მომენტია და ბავშვობიდან ჩემი აზრით თითქმის ყველა ქართველს ქონია ესეთი რაღაც მომენტი, რომ რაღაცის კეთება უნდა, მაგრამ აქვს იმის შიში, რომ თქვათ რაღაცა მე იმან თქვათ შეიძლება დაიწუნოს, ვიღაცამ გააკრიტიკოს ან რაღაც მსგავსი. ანუ ჩვენს ქვეყანაში არის ჯანსაღი კრიტიკის ნაკლებობა. ნუ შეიძლება ესეც ჩავთვალოთ. თუ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელშიც დასახდებოდით სტაბილურად? ქვეყანა არა, პლანეტა, დედამიწა. ანუ თქვენთვის დედამიწა ქვეყანაა. კი. ანუ მე მსგავსად. როგორც ვიყან ახსენეთ, ანუ კიდე კინოპროდიუსერი ხართ და ანუ როგორც ვიცი დოკუმენტურ მასალას აკრავებდით ქვეყნებიდან და თუ აპირებთ ამ გამოყენებას ან ფილმის მე საერთოდ მხატვრულ ფილმებზე ვმუშაობდი აქამდე, მაგრამ ეხლა უბრალოდ მოგზაურობა გადავწყვიტე რომ მე იმდენი რაღაც თქვათ ინფორმაცია ან თუნდაც თვალით ვნახე იმდენი რაღაც რომ მინდა რომ უკვე ხალხმაც და ის რაც მე ვნახე ხალხმაც ნახოს. და მაგიტომაც დავიწყე ფაქტურად ჩარშან ნოემბერში დავიწყე უკვე გადაღება. ანუ ამდენი ხანი არ ვიღებდი არაფერს. კი, ანუ ეს ქვეყნები ფაქტურად მოვიარე, მარტო ვთქვათ, გონებაში მაქვს ყველაფერი და ეხლა უკვე ვიღებ დოკუმენტალურ ფილმებს, ამჟამად 12 ქვეყანა მაქვს გადაღებული.
დოკუმენტალური ფილმებიც იქნება და სატელევიზიო გადაცემაც იქნება. ანუ ახლო მომავალში გადაცემის გაკეთებას დაპირებთ, რომელ არხზე იქნება კონკრეტულად? ანუ ეს არხი კონკრეტულად გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ სექტემბრიდან უკვე ასევე თუ შეგიძლიათ მაყურებელიც. წერათ თუ შეგიძლიათ დაწეროთ საკუთარი რამე წიგნი მაგალითად. რომელიც მოგიყვება თქვენს თავგადასავალს. კი, თავისთავად. ანუ ძალიან ბევრი არის მოსაყოლი, ბევრი არის ნანახი უკვე და უამრავია კიდე წინ სანახავი, რომელიც მინდა უკვე რომ შემდგომში გავაგრძელო მე მოგზაურობა არა მარტო, არამედ ხალხთან ერთად, ჩემთან ერთად იმოგზაურობ, თუნდაც ვთქვათ, კამერის საშუალებით, თუნდაც ისე, რომ ანუ ფაქტობრივად სამყარო იმდენად კარგი, ლამაზი, მრავალფეროვანი და უნიკალურია, რომ ანუ ჩაკეტილი ცხოვრება არ შეიძლება რა. თუ არიან მსურველები, როგორც ახსენეთ, კამერით იმოგზაურონ ერთად, მაგალითად ახალგაზრდები, რომელსაც უნდა თქვენთან ერთად მოგზაურობა? კი, არიან. მაგრამ ანუ აქ როგორი სიტუაცია არის, ცით გონიათ, რომ მოგზაურობის დროს მარტივია, თუ გადაღება იცი და კამერის ხმარება იცი, ანუ ეგ მას არ ნიშნავს უკვე, რომ თქვა შეგიძლია კარგად გადაიღო. არის რაღაც მომენტი, რომ მოგზაურობის დროს ხო ფაქტობრივად ყველაფერი იცვლება, ანუ არა გაქვს თქვა და თქვა სტანდარტული რაღაცა ადგილი, სიტუაცია, მიდიხარ და შენთან ერთად ყველაფერი იცვლება. ეს ადამიანები ფაქტობრივად ჩემთან ერთადაც ვინც იყვნენ და რაღაცა მეტაპზე ვინც დამეხმარა გადაღებაში, იქ ყველაფერი მრავალფეროვანია და იმას უყურებ და კამერა გავიწყდება უკვე. ნუ ესეთი რაღაც მომენტი არის, ანუ მაგას მიჩვევა უნდა. თქვენი მეცახელი ნიქსი, როგორც მომმართეთ, როგორც მთხოვთ უბრალოდ რომ გადაცემის ჩაწერამდე მომმართა, რამეს უკავშირდება თუ უბრალოდ მოგწონთ რომ ეს უკავშირდება მომწონს კიდეც ნუ ნიქსი არის ერთ-ერთი პლანეტის თანამგზავრი, ისე სახელად ცალკე ნიქსი და ნიქსი თვითონ ისეთი ასოებისგან შედგება, ჩემთვის ანუ ყველა ასოს თავისი დატვირთვა აქვს. ნუ მაგალითად, ნუ ნაციონალური, ნატურალური, თქვათ, ანუ ლათინური ასოებიდან გამომდინარე, ივ თქვათ არის თქვათ ინტერნაციონალური, ანუ რომელიც მე ვთქვათ ყოველთვის მინდა რომ ვთქვათ გაერთიანებული იყოს ეს ყველაფერი და X-ი კიდე ფაქტიურად მათემატიკაშიც როგორც ვთქვათ ამოუცნობი ისე ექსტრემალურად აღიქმება X-ი ანუ ექსტრემთან კავშირში არის და ეს მრავალფეროვანი და ჩემთვის კიდე უსასრულობას ნიშნავს. ანუ რას ურჩევდით ასე ვთქვათ მოგზაურებს რომლებიც აპირებენ რომ თქვენს გზას გამოყრენ ასე ვთქვათ და მიიღონ მსოფლიო მოქალაქის სტატუსი რა არის ამისათვის ყველაზე საჭირო სურვილის და მონდომების გარდა თუ ფიქრობთ რომ თავარი მონდომება როგორც თავარი არის სურვილი და დადებითი განწყობა დადებითი განწყობით უნდა შეხედო ყველაფერს ანუ მოგზაურობის დროს თავისთავად იქნება ძალიან ბევრი შეფერხებები რომელიც შეფერხებაც უბრალოდ რომელი შეფერხებისთვისაც უნდა გამოიჩინოს ადამიანმა გამძლეობა და გამძლეობას გაძლევს დადებითი ემოციები. და მოგზაურობა მნიშვნელობა არ აქვს თუ ადამიანს აქვს სურვილი, თუნდაც ჩვენ თბილისში არის ძალიან ბევრი ისეთი ადგილი, სადაც მე მაგალითად ყოველ საღამოთი, თქვა, თაწმინდაზე ავდივარ ფეხით, 6 ასასვლელი გვაქვს ფეხით. ანუ ეს აუცილებელი არა ეხლა რაღაცა ვთქვათ თანხა კონდეს თუნდაც მანქანით რო ახვიდი ან რაღაც ანუ თუ გინდა ბუნებაში ზემოდან გადმოვუყურებ ხოლმე თბილისს უნიკალური ქალაქი გვაქვს და ვტკბები ანუ ჩემთვის ეს ძალიან დიდი მოგზაურობა. ანუ ფინანსები არის მეორე ხარისხოვანი როგორც წეგან აღნიშნეთ. აუცილებლად. იმიტომ რომ ფინანსი ანუ რაღაცის გამო ხო უნდა მოიზიდო ის ფინანსი. ანუ ჯერ სურვილი გაქვს და მე ის სურვილი როგორ განახორციელო მაგისთვის ვთქვათ პოულობ იმ ფინანსს. მაგრამ ცალკე ფინანსი იპოვა და მოგზაურობა დაიწყო, ესეთი რაღაც ჩემ ცნებაში არ არსებობს, იმიტომ რომ ანუ თქვენ სურვილი გქონდათ და შემდეგ მოახდინეთ რეალიზება ამ ფინანსების, ხო? თავისთავად, ანუ ნებისმიერი საქმე ესე არის, ჩემი აზრით, თუნდაც ნებისმიერი ბიზნესი, ვინც ბიზნესს იწყებს ფულით, რომ ანუ ფულს დებენ, მაგრამ არ იციან თქვათ როგორ რა, დიდი სურვილი უნდა გქონდეს პირველ რიგში. რო გაქვს სურვილი, რომ აი ეს ბიზნესი უნდა ვაკეთო, ხო? ის სურვილი გაქვს და იმ სურვილის გარშემო, როდესაც ტრიალებ თქვათ 24 საათის მანძილზე, არ არსებობს ფინანსსაც გამოიმუშავებ და რაღაცა ესეთი ის მოქვს რა. ანუ ნათქვამია, რომ ადამიანი სადაც არ არის ის ქვეყანა გონია ყველაზე კარგი და საქართველოს ძალიან უნდათ ხოლმე რომ უცხოეთში მიიღონ სწავლა, განათლება და წავიდნენ. რა სიტყვით ამერიკაზე, გერმანიაზე, როგორი ქვეყნებია ესენი?
ამერიკა და გერმანია კარგი განვითარებული ცივილიზებული ქვეყნებია და ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება გააჩნია თვითონ ადამიანს რა უნდა, ანუ რა კუთხით უნდა რაღაც არის მაგალითად ესეთი, როდესაც ადარებენ მაგალითად კანადაში ძალიან ბევრს უნდა ხოლმე რომ კანადაში წავიდე, მაგრამ არ იცის რა კუთხით უნდა თქვა, თუ სამუშაოდ გინდა და მაღალი ხელფასები გინდა, კი, კარგია. მაგრამ ის მომენტი არის ის, რომ თქვა ელემენტარული რუკაზე არ აქვს შემოწმებული, რომ კანადა მაგალითად ცხელი ქვეყანაა, ცივი ქვეყანაა, როგორ ან უბრალოდ უნდათ და ვსო და ესეთი სურვილები თავისთავად რომ ნაკლებად ხდება ხოლმე. ადამიანმა ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა და ის სურვილი მე თუ ანუ ისეთი მკაფიოა იმისთვის ყველაფერი ინფორმაციასაც მოიძიებ. ეს ულამაზესი ხედები რომელ ქვეყანაში გაქვთ გადაღებული? ეს არის ბრაზილია არგენტინის საზღვარზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩანჩქერი იგუასუ. ძალიან ლამაზია. წყალუხვი, კი, ძალიან ლამაზი არის კი. 272 შენაკადისგან შედგება. და ეს მის გარშემო ფაქტიურად ძალიან საოცარი ლამაზი ბუნება არის. ან ბევრია, საკმაოდ ბევრია ესეთი კარგი და ლამაზი ადგილები ჩვენ პლანეტაზე და ყველას ურჩევ რომ ნახოს მოიაროს ჩვენი პლანეტა. თუ არის ესეთი რომელიმე ადგილი, ასე ვთქვათ, რომელიც ესეთი განსაკუთრებულად მოგეწონათ და დარჩა თქვენს მახსოვრობაში? ზოგადად ყველანაირი სტილის ბუნება მომწონს, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს წყალი, წყალთან ურთიერთობა და მოძრავ წყალთან და ჩანჩქერები მიყვარს ძალიან. ეს სად არის? ეს ჩინეთში არის, ჩინური ახალი წელს დავესწარით. ჩინური იმპერატორის ფორმით. ეს ტაილანდში სპილოების გვაქვს ექსკურსია. სპილოებით შევედით ანუ ჯუნგლებში დავათვალიერეთ. თქვენ რომელ ქვეყანაშიც მიდიხართ, ასე ვთქვათ, იქაურ ქუდს იხურავთ. კი, ეგაც აუცილებლად. რა არის ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი ევროპასა და აზიას შორის? განმასხვავებელი ნიშანი ალბათ კონტრასტები. ანუ ესე თუ ისე ევროპა მაინც ანუ რაღაც სტანდარტული არის. ანუ შედარებით აზიასთან. სტანდარტული არ არის, მაგრამ შედარებით აზიასთან როგორი კონტრასტებიც არის, ხო? ანუ თუნდაც სიღარიბესა და სიმდიდრეს შორის, თუნდაც ან ქალაქებს მეგაპოლისებშიც მაგალითად არის თქვათ მიგდებული თქვათ ისეთი რაიონები და არის უცბად ისეთი სათამბჯენები და რაღაც ანუ დიდი განსხვავება ძალიან დიდი კონტრასტები არის და ეს კონტრასტები არის ფაქტიურად ძალიან ისეთი საოცრება რა სანახავად და ევროპაში ესე თუ ისე რაღაცა სტილი არის და ამ სტილზე მიყვება ყველაფერი რა. გარდა იმისა, რომ თქვენ დედამიწაზე ხართ შეყვარებული, ასე ვთქვათ, ყველაზე კონკრეტულად, უფრო კონკრეტულად სად გრძნობთ ყველაზე კომფორტულად თავს? საქართველოში. თქმა უნდა. საქართველოში კი. აიმიტომ არ ვიძახი, რომ ქართველი ვარ და პატრიოტი ვარ და ნუ არის თქვათ ეს სიტუაციებიც, მაგრამ ყველაზე ძალიან ის, რომ აქ თუნდაც საკვები, ჰაერი ჩვენი ქვეყანა ყველაფრით არის, ასე ვთქვათ, დაჯილდოვებული. უბრალოდ ეს უნდა დააფასოს ქართველ ხალხმა და გაუფრთხილდეთ ბუნებას და არ დავაჭუჭყიანოთ, რასაც ქვია. თორემ დანარჩენი ანუ ბუნება გაძლევს ყველაფრის საშუალებას, რომ კარგად იცხოვრო და ბევრი გაიღიმო, რასაც ქვია. და ბოლოს თუ აპირებთ კიდევ მოგზაურობის გაგრძელებას და რა გეგმები გაქვთ? კი, ვაპირებ მოგზაურობის გაგრძელებას, ეხლა ვაპირებთ კენიაში წასვლას, დოკუმენტალური ფილმის გადაღებას. და შემდეგი ქვეყნები, ანუ ბევრი გეგმები გვაქვს წელს, მაგრამ ფაქტურად მე წინ უფრო არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი. იმიტომ რომ ჯერ მე ესეთნაირად გავაკეთებ და მე ვიტყვი, ნუ აი რაღაც მსგავს უფრო. თქვენ ესეთი მოხეტიალე ცხოვრება ხომ არ უშლის თქვენს ცხოვრებას, ანუ პირად ცხოვრებას უფრო განვითარებას, ასე ვთქვათ, ანუ ოჯახთან ურთიერთობას ან მე მარტო ვარ, ანუ ოჯახი არ მყავს. არაფერი ხელს არ მიშლის მოგზაურობაში. ფაქტიურად მე ოჯახად ვთვლი პლანეტის ყველა მაცხოვრებელს. ანუ ყველასთან ძალიან ისე შინაურულად და კარგად ვარ. ფაქტიურად ეს მე არაფერში ხელს არ მიშლის, იმიტომ რომ თავისუფლება ამოურჩიე ბავშვობიდან და მე კმაყოფილი ვარ ყოველ შემთხვევაში ჩემი ცხოვრებით. ანუ საკმაოდ კომუნიკაბელური ხართ და ადაპტაცია არ გიჭირთ ქვეყნიდან ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უკვე ამდენი ქვეყანა გაქვთ მოვლილი. კი, არა, ნუ ჩემთვის
ყველა ზღვარი ფაქტიურად ოვანგრიეს ზღვარი, რაც კი მქონდა. ძალიან კარგი. დიდი მადლობა. დღეს ჩვენი სტუმარი იყო მსოფლიო მოქალაქე ნიქსი, რომელიც აგრძელებს ასევე მოგზაურობას და არაპირებს გაჩერდეს და რა თქმა უნდა ის ალბათ ახლო მომავალში დაგუბრუნდება ბევრი საინტერესო ინფორმაციით. დიდი მადლობა და ნახვამდის. თქვენ მადლობა, ნახვამდის.